საჩემპიონო ბრძოლა ახლოვდება. მერაბ-დვალიშვილისა და კორი სენდეგენის პირისპირ დგომი ოფიციალურად შედგა. ქართველი მებრძოლი ამერიკელის წინააღმდეგ ჩემპიონის ქამარს 5 ოქტომბერს გამთენიისას UFC 320-ზე დაიცავს. ბრძოლამდე დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა. პრობლემებს ვერავინ შემიქმნის. მე ვეჭხუბე პიოტრ იანს, ჟოზე ალდოს, ორჯერ შევებრძოლე შონ უმალის და ვერც ერთმა მათგანმა ვერაფერი დამაკლო. მე ვარ ოქრო ჩემპიონი და ამას კიდევ დავამტკიცე. ოთარ კიტეიშვილის გოლი ევროპის ლიგაზე. ქართულმა ფეხბურთელმა გოლი რეინჯერსის წინააღმდეგ გაიტანა. მატჩი შტურმის გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ალისონ ბეკერის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ლივერპულის პირველმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და გაირკვა, რომ ის ნოემბრის სანაკრებო პაუზის დასრულებამდე ვერ ითამაშებს. საეჭვოა მისი თამაში სანაკრებო პაუზის შემდეგ გასამართ პირველ მატჩებშიც. ამის შესახებ ინფორმაცია მერსაიდელების მთავარ მომწვრთნელმა ოფიციალურად დაადასტურა. ამ დროის განმავლობაში ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. PSG-ს არ სურს, რომ ხუჩა კვარაცხელიამ სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, კლუბში თვლიან, რომ ქართველის თამაში მიზანშეწონილი არ არის. თავდაპირველად არსებული ცნობებით, კვარაცხელია მოედანზე კვირას უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ბოლო მონაცემებით ეს ასე ვერ მოხდება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 11 ოქტომბერს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 10 ოქტომბერს კი თურქეთს დაუპირისპირდება.